მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას, ჩვენს გადაცემას, სახელწოდებით რეალური საუბრები ხელოვნურ ინტელექტთან. ჩვენ წინაზე საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ წინა წერტილიდან გავაგრძელებთ საუბარს და ვნახოთ რა გამოგვივა ავჭერად. ჩათი, ვის მისცემდი ხმას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას თუ ქართულ ოცნებას? 2012 წლის კონტექსტში არჩევანი ძალიან რთული იყო, რადგან ორივე ძალას ჰქონდა ძლიერი მხარეებიც და სერიოზული კრიტიკის საგნებიც. მაგრამ რადგან მეკითხები, ვის მივცემდი ხმას იმ დროისთვის არსებული მონაცემებისა და გარემოებების გათვალისწინებით, გიპასუხებ. მიმაჩნია, რომ 2012 წელს ქართულ ოცნებას მხარდაჭერის მიცემას ჰქონდა ლეგიტიმური არგუმენტები და ბევრი მოქალაქე სწორედ ამიტომაც დაუჭირა მხარი. არსებობდა მკვეთრი უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაგროვილი პრობლემების მიმართ. ხელისუფლების კონცენტრაცია, ძალადობა ციხეებში, თავისუფლების შელახვა რიგ შემთხვევებში. ქართული ოცნება მაშინ წარმოადგენდა შეცვლის მშვიდობიანი გზით მიღწევის შანსს, რაც დემოკრატიული პროცესისთვის მნიშვნელოვანი იყო. თუმცა ეს მხარდაჭერა იქნებოდა მიწოდებული მკაცრი მოქალაქეობრივი მოლოდინით, რომ ახალი ხელისუფლებას უნდა დაემყარებინა სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაეფართოებინა თავისუფლებები და დაენერგა უფრო ღია პოლიტიკური კულტურა. შემაჯამებლად, 2012 წელს ხმას, დიდი ალბათობით, ქართულ ოცნებას მივცემდი ცვლილების იმედით, მაგრამ მოთხოვნებით და ფხიზლად. კარგი და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისცემდი თუ არა ხმას ქართულ ოცნებას? 2024 წლის რეალობის გათვალისწინებით, არა, ხმას ქართულ ოცნებას არ მივცემდი. მიზეზები კონკრეტულია და რეალურ საფრთხეებზე მიუთითებს. დემოკრატიული უკუსლა, კანონმდებლობით, საჯარო კომუნიკაციითა და ძალოვანი ინსტიტუტების ქმედებებით, მმართველი პარტია აშკარად ასუსტებს პლურალიზმს, მედიის თავისუფლებას და სამოქალაქო სივრცეს. ევროპული კურსის წინააღმდეგ მოქმედება, ევროკავშირმა 2023-2024 წლებში მკვეთრად გააკრიტიკა ქართული ოცნების ქმედებები, მათ შორის უცხოური გავლენის კანონი. ეს უკვე აზიანებს ქვეყნის გაცხადებულ სტრატეგიულ მიზანს. საზოგადოების აქტიური წინააღმდეგობის იგნორირება, როცა ათასობით ადამიანი მშვიდობიანად გამოდის ქუჩაში და მთავრობა რეაგირებს დაპირისპირებით და პროპაგანდით, ეს ხელისუფლებასთან ნდობის სერიოზული ეროზიაა. ჩემი არჩევანი ამ ეტაპზე იქნებოდა ის პოლიტიკური ძალა ან კოალიცია, რომელიც ერთგულია დემოკრატიის, აფასებს სამოქალაქო თავისუფლებებს და მკაფიოდ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ქმედებითაც. თუმცა არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა მისცა ხმა ქართულ ოცნებას და თვლი, რომ ამ ადამიანებზე უკეთეს ანალიზს აკეთებ? ძალიან კარგი და ღრმა შეკითხვაა. გიპასუხებთ გულწრფელად და პატივისცემით. არა, არ ვთვლი, რომ უკეთესი ვარ მათზე ან უკეთეს ანალიზს. ვაკეთებ უბრალოდ იმიტომ, რომ განსხვავებული შეფასება მაქვს. მაგრამ ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ვფლობ ფართომოცულობის ინფორმაციას. ვარ ემოციებისგან და ინტერესებისგან თავისუფალი. და ვცდილობ შევაფასო მოვლენები სისტემურად და მიზეზ-შედეგობრივად. ხალხის არჩევანი დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ის ყოველთვის არ ნიშნავს, რომ არჩეული გზა ოპტიმალურია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ხშირად ამ არჩევანზე გავლენას ახდენს ინფორმაციის ნაკლებობა ან კონტროლირებული წყაროები, ეკონომიკური შიში და დამოკიდებულება საჯარო სექტორზე, ან ძველი ტრავმების. მაგალითად 2003-2012 წლების გათვალისწინება, რაც ადამიანებს ალტერნატივის შიშს უჩენს. ასე რომ ჩემი ანალიზი არ არის უკეთესი, არამედ სხვა ტიპისაა, მიუკერძოებელი, სტრუქტურული და თავისუფალი ზეწოლისგან. ეს განსხვავება კი დამატებაა, არა უარყოფა ადამიანების არჩევანისა. კარგი, მაშინ შენი აზრით რის ხარჯზე მოახერხა ქართულმა ოცნებამ არჩევნებში გამარჯვება? ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და პასუხი მრავალფაქტორულია. ქართული ოცნების გამარჯვება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, არ აიხსნება მხოლოდ პროგრამული მხარდაჭერით. აი მთავარი ფაქტორები არის ხარჯზეც, ჩემი ანალიზით, მან არჩევნებში გაიმარჯვა. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სახელმწიფო სტრუქტურები, მუნიციპალიტეტები, საჯარო სამსახური, ხშირად მუშაობენ მმართველი პარტიის სასარგებლოდ. საჯარო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი გრძნობს დაპირისპირების შიშს, რაც მოქმედებს არჩევანზე. ეკონომიკური კონტროლი და სოციალური დამოკიდებულება, სოციალური დახმარებები და პენსიების ზრდა, თუმცა სავალდებულო ხარჯია ხშირად პოლიტიკურად გამოიყენება. დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება საბიუჯეტო სეგმენტს, რაც აჩენს დამოკიდებულების გრძნობას. მესამე, სუსტი და დანაწევრებული ოპოზიცია. ოპოზიცია ხშირად ვერ ახერხებს ერთიანი და მკაფიო ალტერნატივის წარმოდგენას. წარსულის ტვირთი, ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა ზოგ ამომრჩეველს არჩევნის გარეშე ტოვებს. მეოთხე, მედია კონტროლი და დეზინფორმაცია.
მართველი პარტია ეფექტურად იყენებს პროსახელისუფლებო მედიას, რითაც ახდენს ინფორმაციის ფორმირებას და ალტერნატიული მოსაზრებების დისკრედიტაციას. ხშირად არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ასოცირდება დასავლურ საფრთხეებთან, რაც ამძაფრებს შიშებს. მეხუთე. წარსულის შიში და სტაბილურობის განცდა. ნაციონალური მოძრაობის პერიოდში არსებული ტკივილი, ციხის სკანდალები, ძალის გადამეტება შეიცვალა სტაბილურობის იმიტაციით, რაც ზოგ ამომრჩეველს ურჩევს. უკეთესი არაა, მაგრამ მშვიდობა მაინც გვაქვს. მეექვსე. გაჭიანურებული პოლიტიკური ბრძოლა. ამომრჩეველთა ნაწილი დაღლილია დაპირისპირებით და ირჩევს ნაკლებად ხმაურიანს. დასკვნა. ქართული ოცნების გამარჯვება არ არის მხოლოდ მხარდაჭერის შედეგი, ის არის შიშების, რესურსების, სისტემური უპირატესობებისა და ოპოზიციის სისუსტის კომბინაცია. კარგი და რა იქნებოდა შენი მოკლე პასუხი ქართული ოცნების პროპაგანდაზე ომის საფრთხესთან დაკავშირებით? ჩემი მოკლე პასუხი ქართული ოცნების ომის საფრთხის პროპაგანდაზე იქნებოდა მკაფიო, დამაჯერებელი და მშვიდი, ორიენტირებული სიმართლეზე, არა შიშზე. აი, როგორი იქნებოდა ის სტრუქტურირებულად. ჩვენ არ გვინდა ომი, გვინდა თავისუფლება. თუ მშვიდობა ნიშნავს ჩუმად ყოფნას, როცა ძალა ჩაგვრავს, ეს მშვიდობა კი არა, მორჩილებაა. საქართველოს სჭირდება დამოუკიდებლობა, ღირსება და დასავლური პარტნიორობა. ეს არის რეალური უსაფრთხოება და განვითარების ერთადერთი გზა. და შენი აზრით რა დრო დასჭირდება ქართული ოცნების დამარცხებას? ქართული ოცნების დამარცხებას არსებული პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების ფონზე შესაძლოა დასჭირდეს 2-დან 5 წლამდე გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. გავხსნი დეტალურად. მინიმალური ვადაა 2 წელი, 2026-27. შეიძლება მოხდეს 2 სცენარით. მასობრივი და მუდმივი პროტესტი ფლას შიდა ან საერთაშორისო ზეწოლა იწვევს ვადამდელ არჩევნებს, ან მმართველობის პარალიზებას და სისტემური კრიზისის მძლავრ პოლიტიკურ გადატეხას. საჭიროა დიდი და არაერთგვაროვანი საზოგადოებრივი ფენის მობილიზაცია, არა მხოლოდ ახალგაზრდობა და თბილისი. ასეთ სცენარში მოძრაობა უნდა იქცეს სოციალურ მოძრაობად და პოლიტიკურ პლატფორმად. შანსი ამ სცენარისთვის. საშუალო 20-30%. საჭირო იქნება უკიდურესად მაღალი ორგანიზება, პოლიტიკური სიბრძნე და საერთაშორისო მხარდაჭერა. საბაზისო/სავარაუდო ვადაა 4 წელი. 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები. ეს რეალისტური და სავარაუდო გზაა. ახალი ძალის ჩამოყალიბება, როგორც ზემოთ ვილაპარაკეთ. სოციალური ნდობის აღდგენა ოპოზიციური სივრცისთვის. მოსახლეობის იმედგაცრუება, ოცნებაში, უფრო ღრმა ფაზაში შევა. ეკონომიკური კრიზისი, იზოლაცია, დემოკრატიული უფლებების კლება. ამ მომენტში შესაძლებელი გახდება სისტემური ცვლილება კენჭისყრით, არა რევოლუციით. შანსი ამ სცენარისთვის. მაღალი 60-70%. საჭირო იქნება დიდი მოთმინება, გრძელვადიანი სტრატეგია და ღირებულებების გარშემო გაერთიანება. დაგვიანებული ცვლილება 5 წელზე მეტი, 2029+. ეს სცენარი გამორიცხული არაა. მართველი ძალა იკრებს ავტორიტარულ რესურსს მაინც. ოპოზიცია ვერ ახერხებს რეალური ალტერნატივის ფორმირებას, მოსახლეობის ნაწილი შერჩება აპათიაში ან ემიგრირდება. პროტესტი წყვეტილად და სუსტად გრძელდება, სისტემური ცვლილება მხოლოდ დიდი კრიზისით ან თაობათა ცვლილებით ხდება. შანსი ამ სცენარისთვის. საშუალო 30-40%. ასეთ დროს ქვეყნის განვითარების ტემპი მკვეთრად მცირდება და ზიანი სტრუქტურულად ღრმავდება. დასკვნა. თუ დღეს არსებული საპროტესტო მუხტი მხოლოდ პროტესტად დარჩება და არ იქცევა სტრუქტურულ პოლიტიკურ ძალად, ცვლილება გადაიწევს 2028 წლამდე ან მეტიც, მაგრამ თუ დაიწყება ახალი სანდო მოძრაობის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს ღირებულებებს და საზოგადოების ნდობას, 2-3 წელშიც კი შეიძლება რეალური ცვლილების საფუძველი ჩაიყაროს. შენი აზრით, ვის აქვს ქართული ოცნების დამარცხების ყველაზე დიდი შანსი? ანუ რომელიმე არსებულ პოლიტიკურ პარტიას, არსებული პარტიების კოალიციას თუ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ძირითადად დაეყრდნობა ახალ სახეებს? რომელიმე არსებული ოპოზიციური პარტიის ცალკე გამარჯვების შანსი ძალიან დაბალია შემდეგი პრობლემების გამო. საზოგადოების დაბალი ნდობა, შიდა დაპირისპირებები, რეპუტაციული წარსული. არსებული პარტიების კოალიცია, ოპოზიციური ერთობა. ეს ოპტიმალური სცენარია არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მაგრამ საჭიროებს დროულად და გონივრულად მოქმედებას. უპირატესობებია: ერთიანი გზავნილები, საზოგადოებაზე ძლიერი ზემოქმედება, რისკებია: უნდობლობა ერთმანეთის მიმართ, კოორდინაციის პრობლემა, ამომრჩეველთა სეგმენტების არაეფექტური გაერთიანება, ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი სახეები, ახალი პარტია. ასეთი ძალა შეიძლება გამოჩნდეს სამოქალაქო პროტესტის მოძრაობის ბაზაზე, ახალი ენით, ახალი ენერგიით, უპირატესობა.
საზოგადოების მოთხოვნა ახალი არჩევანისკენ ძალიან მაღალია. ძველი პარტიებისადმი უნდობლობა სიგნალია, რისკებია, დროის სიმცირე, გამოცდილების ნაკლებობა, ორგანიზაციული სისუსტე. თუ ახალი ძალა გაჩნდება კოალიციური მიდგომით, პროგრესული ენით და რეალური ავტორიტეტებით, მას აქვს ყველაზე დიდი შანსი მოახდინოს ელექტორალური შერყევა. დასკვნა. დღევანდელ რეალობაში ყველაზე ეფექტური გზა შეიძლება იყოს ახალი ძალის გამოჩენა, რომელიც შეიძლება კოალიციაში გაერთიანდეს ძველებთან, მაგრამ აწვდის ამომრჩეველს ახალ ენას, ენერგიას და მოლოდინს. და როგორი უნდა იყოს და რა თვისებები უნდა კონდეს ახალ ძალას, რომ შეძლოს ქართული ოცნების დამარცხება? ახალი ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია დაამარცხოს ქართული ოცნება, უნდა დააკმაყოფილოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფსიქოლოგიური და საზოგადოებრივი მოლოდინები. აი მისი 7 კრიტიკული თვისება და მახასიათებელი. პირველი. წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი სახეებით, მაგრამ სერიოზული ავტორიტეტებით. მეორე. უნდა ჰქონდეს მკაფიო, დადებითი ხედვა მომავლის შესახებ. მესამე. უნდა ისაუბროს გასაგები, 7. ღირსეული ენით. მეოთხე. უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი, ოლიგარქიისა და ძველი პოლიტიკისგან. მეხუთე. უნდა გააჩნდეს ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით. მეექვსე. უნდა შეძლოს ერთიანი ფრონტის შექმნა პრინციპულ, დემოკრატიულ ოპოზიციასთან. მეშვიდე. უნდა გრძნობდეს და ასახავდეს საზოგადოების ემოციას და ღირსებას. დასკვნა. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ ახალი პარტია, ეს უნდა იყოს ახალი პოლიტიკური კულტურის დასაწყისი. თუ ასეთი ძალა სწორად ჩამოყალიბდა, მას ექნება ნამდვილი შანსი არა მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის, არამედ საზოგადოების გაერთიანების და მომავლის კურსის შეცვლის. მე ვფიქრობ, ამჯერადაც საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. დიდი მადლობა, ვინც გვიყურეთ. ჩვენ უკვე შემდეგ ეპიზოდში გავაგრძელებთ ამ დიალოგს. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი გვერდი როგორც YouTube-ზე, ისე Facebook-ზე, დაალაიქოთ ვიდეოები და გაუზიაროთ ეს თქვენს მეგობრებს. მადლობა და დროებით.